როგორ მოვამზადოთ ბოსტნეულის ჩაშუშული. ამისათვის 3 თევზი საშუალო ზომის ხახვი დავჭერი, 2 ცალი საშუალო ზომის სტაფილო და ის იცვენის ეთში შუშა ვამყაროთ. ასევე უნდა დავჭერა წიწაკა და ბულგარული და მოვშუშო მათთან ხახვთან და სტაფილოსთან ერთად უნდა დავამატო. დავუმატეთ ბულგარული და წიწაკა. ასევე დავუმატეთ ბეიქონის ზეთი. პარალელურად შევწვი სოსისები ბოსტნეულთან ერთად მისერთმევად. თითქმის უკვე უდიდესი კომპოტო შეიწვა, მოიშუშა. უკვე რბილი არის, რბილად გამოიყურება, ვუმატებ პამიდორს შოკაში. ახლობით 5 წუთი ესე დავაჩეროთ თავდახურულ მდგომარეობაში. ახლობით 5 წუთი თავდახურულ მდგომარეობაში გავაჩეროთ. ამ ყველაფერს დავამატე წიწაკა, ხმელისუნელი და პამიდორი დაბლენდერებული. განმოვიტანეთ ეთერში და უკვე მზად არის მისერთმევად სოსისთან და საქონლის ხორცთან ერთად.